მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს, უსურვებ ხნეობას და სიმტკიცეს, ყველაფერი რომ მალე დასრულდეს გამარჯვებით და მათი გათავისუფლებით, რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში აღარ აქვს. რეალურად ეს ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა და განისაზღვრა რეალურად უკვე ბოლო მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ეს როგორც უნგრეთის ისე ჩინეთის ელჩებთან, ლიდერებთან ჩინეთთან კონტექსტში არა პირველ დონეზე და უმაღლეს დონეზე შეხვედრები გამუდმებული შეხვედრები აჩვენებს და ნათლად ადასტურებს, რომ აქ რეალურად საგარეო პოლიტიკა არ კეთდება, იმიტომ რომ საქართველოს თუნდაც იმ ოდესღაც ძალიან ისეთი გახმაურებული და სკანდალური განცხადებით, როდესაც ივანიშვილი სომხეთში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ხო შეგვიძლია იქაც კარგად ვიყოთ, აქაც კარგად ვიყოთო, ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი მიმართულება რაც აქვს არჩეული, ერთადერთი მიმართულება ეს არის საქართველოს რუსეთის უკანა ეზოდ ქცევა, აი მის თავიდან ბოლომდე ჩამოკიდება, იმიტომ რომ ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა ცდილობს, მუშაობს თუნდაც იგივე მულტიპოლარულ და მულტივექტორულ დიპლომატიაზე და მიმართულებაზე. ეს არც ერთ შემთხვევაში ეს ვაშინგტონში ვიზიტი არ უნდა ამ ხუთეულის ვიზიტი არ უნდა იყოს აღქმული და გაგებული, რომ დამთავრდა ახლა იქ ან ჩინეთის ინტერესები ან გავლენა არ უნდა იყოს აღქმული, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნომერ პირველი ინტერესის სფერო გახდა და ახლა იქ იქნება მთელი ყურადღება. მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს ხუთივე ქვეყანა ახლა მუშაობს იმ მიმართულებით, რომ დააბალანსოს საკუთარ რეგიონში წლების მანძილზე არსებული რუსული ინტერესები, არსებული ჩინური ინტერესები და შემოიყვანოს დასავლური, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის. საქართველოს ამოვარდნილია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მიდის სრულიად საპირისპირო მიმართულებით. უზარმაზარია, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებში ჩინეთის გავლენაც, რუსეთის გავლენაც ტრადიციულად იქ იყო, მაგრამ ხედავთ ტენდენციას როგორღაც ეს შეარბილონ და ასე ვთქვათ, აი შეერთებული შტატების ფაქტორიც აქ შემოიყვანენ. მოკლედ რაღაცნაირად თავი ცოტათი მაინც დაიხსნან ამ სიტუაციიდან, რომ არ იყვნენ მაგალითად მოსკოვის პირდაპირი დიქტატის ქვეშ. ჩვენთან ხედავთ, რომ აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით ვიყარდება პროცესები, მაგრამ თავად რუსეთს რა ტიპის საქართველოს ჭირდება ახლა, როდესაც თავადაც სერიოზული პრობლემები აქვს იზოლაციასთან დაკავშირებით. რას გულისხმობ? ჩვენ ხედავთ, რომ კი რუსეთში მიყავს ეს ქვეყანა, მაგრამ მეორე მხრივ სჭირდებათ, რომ ვიღაც ხელის ჩამომთმევი არსებობდეს მათთვის სოფლიოში. ვიღაცამ ისინი აღიაროს, რომ აი არის ივანიშვილი, კი ბატონო, ასეთი ისეთი, მაგრამ არის. აი რა მცდელობებია ეს დასავლეთში? რისთვის სჭირდებათ ეს მცდელობები? ივანიშვილის მცდელობები, არ ვიცი, თქვენთანაც მithქვამს გადაცემაში და გავიმეორებ თუ მithქვამს ადრეც, მისი პირველ რიგში ამოცანა არის საკუთარი ფინანსური საკითხების და პრობლემების მოგვარება, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ახლა უკვე ალბათ უსაფრთხო. ძალსახად პლუს, რა თქმა უნდა, ეს პირველ ეტაპზე ეს უსაფრთხოების თემა ყოველთვის დგას და ყოველთვის ერთმანეთთან არის გადაბმული და ის თვლის, რომ აი ეს ზედმეტი მოძრაობები, აი იგივე ესეთი მულტივექტორული მოძრაობები მისი სიცოცხლისთვის ნამდვილად ძალიან სახიფათოა და საშიშია, იმიტომ რომ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ თავი დავანებოთ ევროპულ კავშირთანაც კი
უზბეკეთის პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან მაგარი ვიზიტი, ძალიან მაღალი დონის უმაღრესი შეთანხმებები. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი იმყოფებოდა ყაზახეთში, შემდეგ უზბეკეთში და ეს ურთიერთობები, ეს ძაფები მტკიცდება და კონტრაქტები გრძელდება. შესაბამისად, საქართველოს ერთადერთი თუ ვადევნებ თვალყურს, უწყვეტი ლანძღვაგინების ფონზე ევროკავშირთან ერთადერთი არის ეს რაღაცა ესეთი წამოძახილი ესეთი გულისტკენის გამოხატვა, რომ მაინც არ არის ვაშინგტონიდან პასუხი, სანქციებიც კი არ არის მოხსნილი. და ესეთი გულისტკივილის ფორმა მიიღო ახლა ბოლოს მათი მხრიდან ამ ესე თქვა შფოთის გამოხატვამ, რომ ისინი ჩვენივრად ხვდებიან ამას, რომ ყველასთან აქვს ურთიერთობა ვაშინგტონს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს რეჟიმი რეალურად არის ესე ვთქვათ ამოგდებული საერთოდ. ერთის მხრივ კარგია ივანიშვილისთვის, კარგია, იმიტომ რომ მოსკოვთან წყნარად არის და მშვიდად არის, რომ აი ზედმეტს არ ვირხევი და ზედმეტს მოძრაობებს არ ვაკეთებ, მაგრამ ივანიშვილისთვის კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ რეალურად არა მხოლოდ რუსეთთან კონტექსტში, მაგრამ ჩინეთსაც, იგივე ჩინეთს საერთოდ არ ჭირდება საქართველოს ესეთი არეული და დაულაგებელი იგივე დასავლურ სამყაროსთან, ევროპულ კავშირთან განსაკუთრებით რეალურად. თუმცა ჩინეთის რო შევხედოთ, მაინც ამ საქართველოს უყურებს რუსეთის პრიზმიდან და ასეთ ფერხულში და ამ ბრძოლაში ჩაბმული არ არის, რომ ეხლა რუსეთს რამენაირად გამოგლიჯოს საქართველოს. ჩემს უფროს კოლეგას თუ დავესესხები, ისედაც მაგისია ეს რუსეთიც თავიდან ბოლომდე და ეხლა რუსეთს რაზე ეჭიდაოს საქართველოს გულისთვის, როცა დაჭირდება და რაც დაჭირდება, რასაც მოთხოვს პუტინს, იმას მიიღებს პუტინისგან სი ძინპინი, რა თქმა უნდა. საქართველოს უბრალოდ რო შევხედოთ, ყველა ამ განვითარებას, ყველა ამ შეხვედრას, შეკრებას, სამიტებს, ხო, ამოვარდნილია, ამოგლეჯილია, ყველა საერთაშორისო ვექტორიდან და მიმართულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ადგილი გვიკავია გეოგრაფიულად შუა დერეფნის კონტექსტში, აქაც კი საქართველოს ეხლა აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და უნდა მიდიოდეს ისეთი გამალებული მუშაობა მიდიოდეს იგივე თუნდაც იმ შუა აზიის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ გადავალოთ თვალი გიორგი კონტრაქტებს, რაც გაფორმდა ყაზახეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, უზბეკეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სინამდვილეში ჩვენ ხედავთ, რომ იქ არა მხოლოდ იშვიათ მეტალებზია საუბარი, არა მხოლოდ ურანზეა საუბარი, იქ სოფლის მეურნეობის ამერიკულ დანადგარებზე, ჯონ დირის მანქანა დანადგარებზე არის საუბარი, ერთ შემთხვევაში ბოინგების შესყიდვაზე არის საუბარი, მეორე შემთხვევაში და ესეთი სიღრმისეული თანამშრომლობა მიდის. უზბეკეთმა ვალდებულება აიღო 100 მილიარდის 10 წლის განმავლობაში ინვესტირების ამერიკის ეკონომიკაში და ხელოვნური ინტელექტისთვის ნახევარგამტარების და ჩიპების დამზადებაზე უკვე საუდის არაბეთთან ერთად უზბეკეთშიც, ყაზახეთშიც მიდის ამ მიმართულებით მუშაობა და საქართველოს გეგონება საერთოდ არ არსებობს ამ რუკაზე და არის გაგრძელება რუსეთის, იმიტომ რომ ამ ვაჭრობაში ხელს უწყობენ, კომფორტს უქმნიან, მუდმივი ეს ფრენები იზრდება რუსეთის მიმართულებით და ერთი ჩვეულებრივ გაგრძელებად აქცევს პრობლემა ივანიშვილისთვის თუ შესაძლებლობა იმის, რომ მან სცადა პირდაპირ დაალაგება ტრამპის ადმინისტრაციასთან, ახლა კი ხვეწნამუდარის ტონი აქვს, მაგრამ გვახსოვს მუქარის ტონი, წერილები წერდა
დაუჯერეს ტრამპს, არაფერზე რეაგირება არ იყო, ახლა ხვეწნამუნდარის ტონია, რომ აი მაინც არ მოგვიხსნეს სანქციებიც კი. აი ეს რომ ის გაგრძელება რუსული პოლიტიკის, ანუ თვითონ ვერ დაალაგა მარტომ და რჩება თუ არა მას იმედი, იგივე ორბანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გახშირებული შეხვედრები არა მარტო ევროკავშირის ჭრილში რომ განვიხილოთ, შეერთებულ შტატებთან დაალაგების ჭრილშიც რომ განვიხილოთ და ასევე უკრაინის ომში მოლაპარაკებები, რომელიც საბოლოოდ იქნება ამ მაგიდაზე პუტინი როგორც სპიკერი საქართველოს საკითხზეც, ანუ გაგრძელება რუსული პოლიტიკის. ეს არის თუ არა ივანიშვილისთვის შესაძლებლობა, მან შეინარჩუნოს ძალაუფლება აქ დიდი მოლაპარაკებების კონტექსტში. თუ მაინც არა, ვიდრე ხალხი წინააღმდეგობაშია ამ ქვეყანაში. რატომ ვერ აღწევს ამას? საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს საქართველოს თავისი გავლენის სფეროთ, გამომდინარე საქართველოს სათავეში არსებული რუსული რეჟიმის არის არსებობს ეს და საკმაოდ მაღალია. უნგრეთთან კომუნიკაცია და ინტენსიური ეს გახშირებული კომუნიკაცია არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, რომ ვიქტორ ორბანი ახლა რო იყო ჩასული ნავთობის გადამუშავებიდან სანქციის მოხსნის მეორე საკითხად სვავდა ბიზნეს რან ის კაიკაცი მისახედია და რაღაცა სიტყვა დამაბარა შენთან. ხო, ეს გამორიცხულია, შვენივრად იციან ეს თვითონ ქართული ოცნების ესე ვთქვათ გარემოცვაშიც. სხვა მხრიდან ცდელობები, მისი მცდელობებიც წარუმატებელი გამოდგა ლობისტების დაქირავებამ, რაღაცა იმუშავეს, რო თქვათ, იქ რაღაცა მეგობარი აქტი შეფერხებულიყო, დიდ ბრიტანეთში იმუშავეს, რომ სანქციები შეფერხებულიყო, მაგრამ აი ეს მისი გზავნილი და მისი სიტყვა მაინც ვერ მივიდა მისი ანგარიშებით და გათვლით დონალდ ტრამპამ. ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში წყნარად და მშვიდად არ არის. არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ დონალდ ტრამპის ეს ინტერესიც, გაღვივებული ინტერესიც შუა აზიის მიმართ, სამხრეთ კავკასიის მიმართ, რა მომენტში შეიძლება დადგეს სხვანაირ ჭრილში თუ იქნება ეს სწორად მიწოდებული საქართველოს საკითხი და დაინტერესდება ის რეალურად, ამას არავითარი ივანიშვილს არავითარი ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია არ აქვს. თქვენ თქვით რომ ერთი მხრივ ის რომ ივანიშვილი შეუმჩნეველი იყოს ახლა სადღაც იდგეს ჩრდილში რომ თვალში ცუდად ვინმეს არ მოხვდეს ეს ერთი ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ ცდილობს რომ რაღაცნაირად ლეგიტიმაციის რაღაცა ხარისხი მიიღოს, მაგრამ ვერ ახერხებს ამას. რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის? ამერიკისთვის რომ პარტნიორი არ არის, ეს გასაგებია. მაგრამ აი ეს ყურადღება ტრამპის, რომელსაც ახლა თქვენ გულისხმობდით, რა შემთხვევაში დგება ეს? ივანიშვილი როგორც პრობლემა არსებობს ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ივანიშვილი როგორც პრობლემა შეერთებული შტატებისთვის. რა უნდა მოხდეს კიდევ? ისეთი, რომ ეს დადგეს ისეთ ცხად პრობლემად, რომელსაც ტრამპი მერე გადაჭრის, ყოველ შემთხვევაში თავის პოზიციას იტყვის ამის შესახებ. ამ ეტაპზე გულწრფელად გეტყვით, ვახო, რომ რთული სათქმელია, რა მომენტში და რა განმაპირობებელი შეიძლება იყოს ტრამპისთვის საქართველოს როგორც პრობლემა, საქართველოს როგორც საკითხი. სამწუხაროდ უნდა თქვა, რომ ვერ ხდება მუშაობა ამ მიმართულებითაც, რომ ეს როგორც ყოველთვის ხელისუფლებაში ვინც არის და ვისაც უყრია ძალაუფლება, თუ ის არის დაინტერესებული იმის საქმეა, რომ მიაწოდოს სწორად მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ახლა ამას სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერები ციხეში არიან, ამას ვერ გააკეთებს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მომავალ წელს პროცესები არაერთგვაროვნად განვითარდება უკრაინაში ომის კონტექსტში, ხო? ტრამპს აქვს მაინც მოლოდინი, რომ პერიოდულად
რომ რაღაცაზე შეიძლება მოელაპარაკონ და რაღაცა პროგრესი შეიძლება მიაღწიოს პუტინთან და ეს ცეცხლის შეწყვეტა მოახერხოს. აი ცეცხლის შეწყვეტა თუ შეთანხმდა იქ სადაც არიან ჯარები, მე არ მგონია გულწრფელად რომ გითხრათ, მაგრამ თუ მოხერხდა, მაშინ შეიძლება ეს საქართველოს მიმართაც ეს ინტერესი, რომელიც არც ისეთი მაღალია, კიდევ უფრო მეტად განელდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოვლენები განვითარდა და კიდევ უფრო მეტად დაიძაბა და რუსეთთან ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები წავიდა საბოლოო ჯამში იმ ტრაექტორიით, როგორც აქამდე იყო და უკვე არის ესეთი სიგნალები რუსეთის მხრიდანაც, არის ესეთი სიგნალები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც, მაშინ საქართველოსაც ძალიან კონკრეტულად თავისი დანიშნულება და პორტფოლიო ექნება, როგორც ასეთი და თავისი ფაილი აუცილებლად ექნება, მაგრამ გადაჭრით ესე რომ ხვალ საქართველოს შეიძლება დონალდ ტრამპისთვის პრობლემად იქცეს ძალიან რთული საქმეა, იმიტომ რომ უნდა ვთქვათ, ეხლა ცხადია ხო, აი ამ შეხვედრის სამიტის ფონზე დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში ვერ გახდება და ვერ მოხდება ნამდვილად დონალდ ტრამპის დღის წესრიგში მაგიდაზე. მაგრამ ანტიამერიკული მთავრობა ეს და პროჩინური და პრო ასე ვთქვათ ირანული, რასაც მუდმივად აჟღერებენ კონგრესის წარმომადგენლები, ეს ის ხაზია, რომელიც შავ ზღვაზე ამერიკის ადმინისტრაციას და მის პრეზიდენტს წესით უნდა აინტერესებდეს. იმ მასშტაბით თუ იქნება როგორც არის რეალურად დონალდ ტრამპის გადმოსახედიდან, მაშინ ამ შემთხვევაში შეიძლება ასეც იყოს, რომ დონალდ ტრამპი ბიზნესმენის და დონალდ ტრამპი ამერიკის ლიდერის გადმოსახედიდან რო შევხედოთ. ხო, საქართველოში რა მასშტაბის პროჩინურობა და პროირანულობა არის გამომჟღავნებული, ხო, რაღაცა იქ არის, რაღაცა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის ელემენტები და არის კამერების შესყიდვა და ასე შემდეგ. ანუ ჩინეთს იმ მასშტაბისგანაც პრემიერი ნამყოფია იქ სადაც ჩინეთს იმ მასშტაბის განაცხადიც არ გაუკეთებია. მოითხოვს ანაკლია ვახსენოთ მაინც. აუცილებლად. ამ ჭრილში და ამ ჯარში ბუნებრივი არის მსხვილი პროექტები, არა მარტო კამერების შეძენის დონეზე და მათ შორის პოლიტიკური განაცხადის კუთხით რასთან დაკავშირებითაც ჩინეთთან შეთანხმება არ არის. ხო, არა, გულისხმობ მათ შორის კობახის ბოლო განცხადებას, რომ ჩინური მოდელი და ღირებულებად სისტემა თავისთავად არის სამაგალითო მისთვის და ეს ითქვა უკვე პოლიტიკური განაცხადი პრემიერი რაც არ უნდა იყოს ასე ქვია. კობახიძემ საერთოდ ყოველდღიურ ამბების ჩამონათვალს შეეხება. აქვს ყოველკვირეულში სახელმწიფო დეპარტამენტი ეროვნული შრომის საბჭო ცხადია ამას. ვინც ამას თვალყურს ადევნებს ერთმნიშვნელოვნად, რადგან საკითხი ასე კითხვა ასე დაისვა დონალდ ტრამპის ყურადღების ცენტრში და თავის ტკივილი რამდენად შეიძლება გახდეს, ამას ჭირდება კიდევ უფრო მეტი დამატებითი ფაქტორები. უფრო ასე ვთქვათ, მაგ თემაზე ფოკუსირდეთ. ხომ ვფიქრობ, რომ მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის საქართველოსთან პოლიტიკის ჩამოყალიბება მოხდება აქტიურ თანამშრომლობაში ევროპელ კოლეგებთან მიმართებაში. ანუ პოლიტიკის ფორმირების ნაწილში ეგრეთ წოდებული ლიდის, ანუ უპირატესი სიტყვის უფლება მაინც ხوار ექნება ევროკავშირს ზუსტად იმ გადმოსახედებიდან და დიდი პრობლემების სტრატეგიული სიმძიმიდან გამომდინარე, რადგან ამერიკის საგარეო პოლიტიკაში დღეს არ არის დემოკრატია მთავარი, ასე ვთქვათ, წინახაზე, რის გამოც საქართველოს ყოველთვის შედარებით უფრო წინ იყო ხოლმე. ალტერნატიული გზების გაჭრასთან ერთად საქართველოს ალტერნატივობის აი ეს უპირატესობაც ამ მხრივ ცოტა დაკარგა ამან, რბილად რო ვთქვათ, და ევროკავშირი საქართველოს მათ შორის რაც მომახსენდა შავი ზღვის უსაფრთხოების უკრაინის კონტექსტში, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან რესურსებზე წვდომისა და ტრანზიტის კონტექსტში საქართველოს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი მაგ მხრივ რას უნდა ველოდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენც უფრო, რომ ევროკავშირიდანაც მოხდეს საქართველოს საკითხის
ამერიკულ პოლიტიკაში ფორმირების კუთხით უფრო რამდენიმე მიმართულება არის გიორგი რომ საიდანაც შეიძლება საქართველოს საკითხის უფრო ეს არ მინდა გაგაფრთხილო რომ ზუსტად აი მაგ ცდილობების გამო სისხლის სამართლებრივი დევნებია დიახ მე ჟანდვარ სრული გაგებით მოვედი მაგის რა თქმა უნდა ყველა ჩემი სიტყვა შეიძლება იყოს ჩემ წინააღმდეგ გამოყენებული ნიშნის ასაგებია ხვებით ხოთა შორის არ ვაპირებდი დაგვირდებით ძალიან კი ზვიგენი არ უხსენებია არც თავისუფალ წლებში მოცურავეთ ახსენეთ სანქციები კი ბატონო და ზავახსენე შათირიშვილი საქართველოს ამაკარგინა აზრი ისეთი კაცი ახსენე რომ აზრის დამაკარგი საქართველოს რომ კონდეს ამის რეალურად სურვილი ევროპული კავშირის გარდა და ევროპის გარდაც ჩვენ ქვეყანას სტრატეგიულად ყავდა ძალიან მაგარი მოკავშირეები უკრაინის სახით და აზერბაიჯანის სახით. ჩვენ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ვართ ძალიან სერიოზულ პროექტებში ჩაბმულები და რომ სურვილი კონდეს რეალურად ამ რეჟიმს შეიძლებოდა ამ გზების მოძებნა რეალურად ვაშინგტონამდე და უშუალოდ დონალდ ტრამპამდე ხმის მიღწევა. ევროპის ინტერესი არის ერთმნიშვნელოვნად და ევროპას შეუძლია ეს როლი ითამაშოს. ოღონდ რეალურად უნდა შევხედოთ სიმართლეს, უნდა შევხედოთ თვალებში ევროპელებისთვის ახლა ძალიან სერიოზული საკითხები დგას მათ წინაშე, ეს არის ომისთვის მზადება, რუსეთთან ომისთვის მზადება, იმ თავისი ვალდებულების შესრულება უკრაინელების წინაშე, მხარდაჭერა მოლდოვის ეს გაფართოების თემა ძალიან სერიოზულია და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მე არ მაქვს იმის მოლოდინი რომ ევროპული კავშირი იქნება ეს თუ დიდი ბრიტანეთი, ბრიუსელი თუ ლონდონი ასე ხმალა მოღებული იმუშავებს იმაზე რომ საქართველოს საკითხი აიწიოს დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის დონემდე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მშვენივრად იცნობს აქ სიტუაციას, ვითარებას და დარწმუნებული ვარ რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე რეალურად საქართველოზე პულსი ვისაც საჭირო აი ყოველთვის უჭირავს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ერთ რამესაც შუა აზიაშიც და აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც სახელმწიფო მდივნის მოადგილის, თანაშემწის დონეზე ყველგან იყო ვიზიტები. ყველა დონეზე, ყველგან არის კომუნიკაცია და კონტაქტი გარდა აი საქართველოს. მარკო რუბიომ დაანონსა რომ ის აპირებს ერთკვირიან ტურნეს ცენტრალური აზიაში. იმიტომ რომ მზადდება ვიზიტები დონალდ ტრამპმა თვითონ თქვა რომ განვიხილავთ ამ საკითხს და ვიმუშავებთ სიამოვნებით რომ პირველი პრეზიდენტი გახდეს რომელიც ცენტრალურ აზიაში ჩავა ვიზიტით. ამ უნიკალურ დროს ივანიშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით მომზირალი რეალურად ოღონდ მას არც ალბათ არც რჩეველი ყავს არც ამ ხრივ რაღაც გამზიარებელი ყავს მოკამათეზე რო არაფერი ვთქვათ რომ მისთვისაც დამღუპველი იქნება ეს თავიდან ბოლომდე ერთ მიმართულებაზე ჩამოკიდება იმიტომ რომ რუსეთი რა მომენტში იგრძნობს უფრო მეტ სირთულეებს ეკონომიკაში მომავალ წელს და როგორც წავა საერთოდ მომავალი წელი ამაზე ჩამოკიდება რომ აი რუსეთი ჩვენ ხო კარგად ვიქცეოდით შეიძლება იყოს მათთვის მთელი მაგ რეჟიმისთვის დამღუპველი ძალიან მაღალი ალბათობით